ტატახვედელიანი პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი შემიძლია წარგადგინოთ როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თუ ჯერ არა საქართველოს პარლამენტის ჩვენ 2 სექტემბრიდან პროცედურული საკითხი მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის მადლობა თქვენ მოვისმინეთ ლელოს შეფასება ლელო გაცილებით უფრო კორექტულია თქვენი გადაწყვეტილების შეფასებისას თუმცა მათაც მიაჩნიათ რომ ეს არის შეცდომა მაგრამ ესე უხეშად რომ ვთქვათ ძალიან მოკლედ შეცდომა მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია თქვენი საქმეა და როგორც გნებავთ ისე მოიქცევით გაცილებით უფრო ასე ვთქვათ კაცრი იყო ოპოზიციის მეორე ნაწილი, აი ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას, ვისაც ვუწოდებთ, მაგალითად თამარ ჩერგოლიშვილი თქვა, რომ გახარიას პარტია არ არსებობს, მისი ნარჩენები თავს რას შეაფარებენ უმნიშვნელოა. დავით ბაქრაძის 2020 წელს პარლამენტში შესვლასაც კი შეადარეს თქვენი გადაწყვეტილება და კითხულობს ჩერგოლიშვილი თავის განცხადების ბოლოს, რომ ბოლოს როდის ნახეთ დავით ბაქრაძეელ. ნაციონალურმა მოძრაობამ თქვა, რომ გადამწყვეტ მომენტში თქვენ ადექით და ბიძინას ბოსელში შეგოგმენდით, რითაც ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერეთ ამ ევრო კოცების ოპოზიციისთვის შემოწმება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. ხო, შემოწებება, უბრალოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია. ალბათ, რა ვიცი, პირველ რიგში უნდა უპასუხოთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ჩვენ ნებისმიერი მიმართულებით ზოგადად დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციაში მით უმეტეს ჩვენ უნდა შევეჩვიოთ რომ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ხო შესაბამისად მე მაქვს იმის ამბიცია რომ მე პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვარ და ჩემი გუნდის თითოეული წევრი ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები შესაბამისად ჩვენ ზუსტად აღვიქვავთ იმ დამდგარ რეალობას რომელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში და ეს რეალობა არის ის რომ ბოიკოტი არის არაეფექტიანი გზა ოცნების რეჟიმის დამარცხებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ უკვე 1 წლის განმავლობაში და აქ თუ დავსვავთ იმ კრიტიკულ შეკითხვებს, რომელიც ზუსტად პასუხობს აი ამ ვითარებას, ეს არის ის რა მოხდა, ხო? გაძლიერდა თუ შესუსტდა ოცნების რეჟიმი. რა მოვიდა ოპოზიცია, როგორც ხდები ახლა თქვენი საუბრიდან, რომ ის იყო შეცდომა და არა 4 ოქტომბრის შემდეგ? ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვთქვით, რომ პარლამენტის ბოიკოტირება ეს იყო პირველი შეცდომა, რომელიც დაუშვა ოპოზიციამ. შესაბამისად, ამას მოყვა უკვე არჩევნების ბოიკოტირება და შემდეგ უკვე მოყვა ის უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან განხორციელდა და სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან განხორციელდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. და ეს განხორციელდა 4 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ მნიშვნელობა დაუკარგეს კონსტიტუციური გზით მშვიდობიანი გზით ცვლილების განხორციელებას არჩევნებს და შექმნეს იმის მოლოდინი, რომ მშვიდობიანი დამხობა იქნებოდა ეფექტიანი გზა და ეს სასაცილო ფრაზებიც ვნახეთ, რომ ვიწყებთ დღეს და დღესვე ვამთავრებთ, იქ რაღაც მთავრობას ირჩევდნენ. შემდეგ ეს ყველაფერი ვნახეთ, როგორ გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში და ფაქტიურად ისევ და ისევ, რასაც ძალიან ბევრჯერ ვამბობდით, ჩვენი გუნდი იყო ის, რომ ოცნების რეჟიმის წისქვილზე დაასხამ ყველაფერმა წყალი და დღესდღეობით ოცნება აი ამითი სპეკულირებს, რომ დიახ ძალადობრივი რადიკალური გადაწყვეტილებები იყო მიღებული თქვენი განცხადებიდან, სადაც ამ გადაწყვეტილებას ხსნით, ჩანს, რომ თითქოს იმთავითვე, ანუ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიცია მსჯელობდა ბოიკოტის საკითხზე, თქვენ განსხვავებული პოზიცია გქონდათ. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თქვენ ცდილობდით დაგერწმუნებინათ კოლეგა ოპოზიციონერები, რომ საპარლამენტო მანდატების დატოვება ვერ მოიტანდა სასურველ შედეგს. სალომე სამადაშვილი, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო, ვერ იხსენებს ასეთ მსჯელობას, არ ახსოვს, რომ თქვენ რაღაცა განსხვავებული პოზიცია გქონოდათ და მით უფრო თქვენი პოზიციის, ასე ვთქვათ,
გატანას ცდილობდით თქვენს ოპოზიციას პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვიყავით პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაცხადა, რომ დიახ 24 წლის არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. შემდეგ ამ პროცესებში, იმის შემდეგ, რაც განხორციელდა და ჩვენ ნახეთ თვეების და დღეების განმავლობაში, როგორც ძალადობდა ხელისუფლება და სწორედ ლეგიტიმაციის დაკარგვა ოცნების რეჟიმისთვის არის პირველ რიგში ის, რომ მან იძალადა ქართულ მოსახლეობაზე, რომ მან მიიღო დრაკონული კანონები, ის ძირს უთხრიდა დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში, ამით მოხდა ლეგიტიმაციის დაკარგვა და არა იმითი, რომ დაუშვათ რომელიმე პარტია შევიდოდა ან არ შევიდოდა. მაგას არ ქონდა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო მიმართულებითაც დღესდღეობით საერთაშორისო მიმართულებითაც ოცნების რეჟიმს აქვს შეზღუდული ლეგიტიმაცია, რაც აისახება რიგ სხვადასხვა თემებზე, რომელიც არის შეხვედრები, იქ არის სასაუბრო თემები, რომლებსაც არ ეხება საერთაშორისო. იქ არის ასევე ძალიან მთავარი არგუმენტი გადაწყვეტილებები, რომელიც რეგიონში პარლამენტში გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვცნობთ არჩევნების შედეგებს და არ ვცნობთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას. ახლა რა შეიცვალა არ შეცვლილა არაფერი, პარლამენტი არის არალეგიტიმური, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სივრცე ხო ვითარება ქვეყანაში ოპოზიციისთვის, ან პარლამენტი ისევ არალეგიტიმურია. არაფერი შეცვლილა, პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი და იმ ოცნების რეჟიმის ლეგიტიმურობის საკითხი დადგა იმიტომ დღის წესრიგში, რომ ის ძალადობდა მოსახლეობაზე და მას არ აქვს რესურსი მართოს ქვეყანა ძალადობის, კორუფციის და აი პროპაგანდისტული მედიის და თქვენი შესვლა რა შეცვლის? გამოდის მაშინ რომ თქვენ შედიხართ არალეგიტიმურ პარლამენტში. ჩვენ ჩაითვლებით ლეგიტიმურ ოპოზიციად, ანუ ეს როგორ მოხდება, ანუ რა ცნებები გაჩნდება ზოგადად, აი თქვენს საუბარში და ტერმინოლოგიაში. პარლამენტი არალეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ოპოზიცია ვართ ლეგიტიმური. ჩვენ ვიბრძვით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძვით ოცნების რეჟიმს, რომელიც ამყარებს ავტორიტარიზმს და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად რა ნაბიჯებს დგავს ოცნება. არაკონსტიტუციურ ჩიხში, როგორ შეყავს ქვეყანა და როგორ გამოიყვანა ამ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ყველანაირი მეთოდებით, ძალადობით და იმ სხვადასხვა მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვთქვათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი პარლამენტში, საპარლამენტო მუშაობის დღის წესრიგში დაბრუნების მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოს პარლამენტში დავაბრუნოთ განსხვავებული აზრი. იმიტომ რომ აი ამ ბოლო ერთმა წელმა გვაჩვენა, რომ ჩვენ წავაგეთ იმითი, რომ ჩვენ მოვსწრეთ საქართველოს პარლამენტში განსხვავებული აზრი და ოცნებას დავუტოვეთ სივრცე, სადაც ის ამომრჩეველი, რომელიც აფასებს ოცნებას, როგორც რეჟიმს და აფასებს მის ძალადობრივ ქმედებებს, იმას, რომ ის ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას, აი ამ ყველაფერში ჩვენ ამომრჩეველი დავტოვეთ პირისპირ ოცნებასთან მარტო. აი ეს არის ილუზია, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებებზე რაიმეზე გავლენას იქონიებთ და შედიხართ პარლამენტში მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნისთვის, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან განსხვავებული აზრი ისმოდეს? ჩვენ შევდივართ საქართველოს პარლამენტში იმისთვის, რომ ვემსახუროთ ქართველ ხალხს. იმიტომ რომ ქართველ ხალხში არის დაკვეთა იმისა, რომ მოხდეს ცვლილებები, თუმცა ეს ცვლილებები უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მივუთითოთ იმ ძალიან არასერიოზულ პოლიტიკოსებს, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ამ მთლიან პროცესს ჩვენს ქვეყანაში და დავარქვათ ამ ადამიანებს თავის სახელი. დიახ, 4 ოქტომბერი იყო დანაშაულის დღე, დიახ, ის ადამიანები, რომლებიც მოლოდინებს ქმნიდნენ ჩვენს მოსახლეობაში, რომ არჩევნების გარდა სხვა ნებისმიერი გზით განხორციელდებოდა ცვლილება ჩვენს ქვეყანაში, არიან დამნაშავეები. შესაბამისად, ჩვენ დანაშაულს უნდა მივუთითოთ თავისი ადგილი, შეცდომა რა თქმა უნდა ვაღიაროთ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არასდროს არ ქონია იმის პრობლემა, რომ გვეღიარებინა ჩვენი შეცდომები, გვეთქვა სად ვიყავით, ჩვენ ძალიან პრაგმატულად მივყვებით ჩვენ დღის წესრიგს, შესაბამისად არ გვაქვს არც იმის კომპლექსი, რომ ვაღიაროთ რაღაცები, ან ვთქვათ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს ამკვიდრებს ჩვენს ქვეყანაში უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სტანდარტს.
ანუ აი ამ მოლოდინს ქმნის და მოსახლეობას აღარ აქვს იმის იმედი, რომ ოპოზიციაში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოიყვანენ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან. დიახ, ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი მიდგომები, ის, რასაც ვემსახურებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, რომ შევცვალოთ არსებული რეალობა. თუმცა ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ უნდა შევიდეთ ამ ბრძოლაში და რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმით. პოლიტიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, არის ტრიბუნები, ეს არის როგორც ადგილობრივ დონეზე საკრებულოების მეშვეობით და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი, რომელშიც ძალიან დიდი ხნის შემდეგ, აუცილებლად შემდეგი კვირიდან გაისმის განსხვავებული აზრი და პირდაპირ, პირისპირ ჩვენ ვეტყვით იმ ადამიანებს. პროცედურულად ასია, უკვე მომავალი კვირიდან თქვენ საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებით და მიიღებთ მონაწილეობას ყველა იმ პროცედურულ საკითხში. ჩვენ ვაგვარებთ ამჟამად პროცედურულ საკითხებს, შესაბამისად მოკლე ხანში იქნება ყველაფერი მოგვარებული, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა 2 სექტემბრიდან ვითვლებით ჩვენ ასე ვთქვათ პარლამენტის წევრებად, თუმცა ჩვენ არ ვახორციელებდით ჩვენს საპარლამენტო მუშაობას და შესაბამისად არ გვქონდა ჩვენ ვიყენებდით ამ პოლიტიკურ ბოიკოტს როგორც ინსტრუმენტად, თუმცა აი ახლა ჩვენ დავიწყებთ უკვე ჩვენი შესაძლებლობების გამოყენებას ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გასათვალისწინებლად. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს შეკითხვა მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვენი მისამართით ალბათ ქართული ოცნების მხრიდან არაერთხელ გაისმება. ანუ თქვენ ცნობთ თუ არა მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციას. გაქვთ ამაზე პასუხი? ჩვენ ვცნობთ თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა როგორ არ აქვს? თქვენი ამომრჩეველი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ესმოდა, რომ ბოიკოტის მიზანი ეს იყო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტატა ხვედელიანი იქნება თუ არა პარლამენტის წევრი, შევა თუ არა პარლამენტში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ რატომ შედიხართ? ან თქვენ შედიხართ იმისათვის, რომ როგორც თქვენ მოქალაქეებს ემსახუროთ. ჩვენ შევდივართ იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტატა ხვედელიანი იქნება თუ არა და შევა თუ არა პარლამენტში, იმიტომ რომ მთავარი საკითხი არის ის, თუ ვის ანიჭებს ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი. შესაბამისად, ოცნების დრაკონული კანონების შედეგად, იმის შედეგად, რომ ძალადობს უკვე თვეების განმავლობაში და კიდევ ხედავთ ყოველდღიურად 4 ოქტომბრის შემდეგ, როგორ დამძიმდა პოლიტიკური ვითარება ჩვენს ქვეყანაში და აი ეს ყველაფერი რაც ხდება საქართველოში ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. ამ ყველაფერს აცნობიერებენ პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ერიდებით საკუთარი შეცდომების აღიარებას. რა თქმა უნდა, და ჩვენ ვაღიარებთ, ჩვენ თქვით, რომ ჩვენ წავაგებთ ინფორმაციის, მაგრამ თითქოს რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერს პასუხობთ, ყველაფერზე პასუხობთ, ოღონდ კი აი ამ ერთ-ერთ მთავარ შეკითხვას, მოდი ასე ვთქვათ, აარიდოთ თავი. მოგიწევთ ალბათ და ამას თქვენი პოლიტიკური ოპონენტები აუცილებლად რომ მე მომიწევს ამის საუბარი, იმიტომ რომ პარლამენტის ტრიბუნა ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის ეს არის ინსტრუმენტი. გავიგე, მაგრამ ვიღაცისთვის მათ შორის თქვენი ამომრჩევლისთვის შესაძლებელია თქვენი პარლამენტში შესვლა ახმული იყოს როგორც ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარება. იქნებ ის ცდება. ნამდვილად არ არის არანაირ კავშირში. მაშინ მითხარით, ან კი ან არა. არანაირ კავშირში არ არის ლეგიტიმაციას თუ შედიხართ თქვენს მანდატებს გამოიყენებთ, შესაძლებელია თulit რომ გაცილებით მეტი მანდატი გეკუთვნოდათ, მაგრამ ეს არჩევნები ამ ხელისუფლებამ მოიპარა, მოგპარათ თქვენს ამომრჩევლების ხმები და ამომრჩევლობასაც გაუყალბათ თქვენს მიმართ, ასე ვთქვათ, მიცემული ხმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ამ 12 მანდატით შეხვალთ და რასაც შეძლებთ 12 მანდატის შესაძლებლობის ფარგლებს. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ ახლა ზუსტად აი ამ შეკითხვაში თქვით ის, რომ დიახ ჩვენ ვიყენებთ ამ მანდატებს იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ვემსახუროთ ქართულ ხალხს. იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა მოგვანიჭა ჩვენ ის 12 მანდატი გაცილებით ბევრი მოგვანიჭა მართალი ბრძანდებით, თუმცა იმ სისტემური გაყალბებების, იმ სისტემური პრობლემების შედეგად, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ წინ არჩევნებზე 2024 წლის არჩევნებზე, ჩვენ გვერგოეს და ამითიც ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მანდატები გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ, იმიტომ რომ ოცნება დღესდღეობით ყველაფერს, რაც ეკუთვნის ხალხს,
პირველ რიგში ხალხი არის ძალაუფლების წყარო, ხო? ამ ყველაფერს იყენებს ხალხის წინააღმდეგ და აი ამის წინააღმდეგ გვინდა ჩვენ რომ ვიმუშაოთ. ამის წინააღმდეგ გვინდა რომ აღვიმაღლოთ ხმა. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ რომ ის ნაბიჯი რომელსაც ჩვენ ვდგავთ და ამის კომპლექსი არ გვაქვს რომ ვაღიაროთ შეცდომა რომ ჩვენ წავაგეთ ჩვენ ვერ დავარწმუნეთ ამ მომრჩეველი იმაში რომ არჩევნები იყო ის სწორი გზა რომლითაც არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ამის კომპლექსი მოკლედ ჩვენ არ და პირველ რიგში ვის დარწმუნებას ვცდილობდით გულისხმობ საპარლამენტო ბოიკოტის საკითხს ალბათ უნდა ყოფილიყო ლელო იმიტომ რომ არაერთი მცდელობის ფონზე რომ რაღაცნაირად მათთან კოალიცია შეგექმნათ ლელო უნდა იყოს თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ლელო იყო ის პოლიტიკური ძალა ვის დარწმუნებასაც ვცდილობდით რომ ბოიკოტი არ იყო საპარლამენტო ბოიკოტი არ იყო სწორი და ეფექტური გზა შესაძლებელი იყო მეორე ეტაპი ამ რაღაცა მსჯელობის თუ დარწმუნების მცდელობის რომ არ ჩაეხსნათ საპარლამენტო სიები ხა სალომე სამონტაშვილი ვერ იხსენებს მაგრამ შესაძლებელია სხვა ლიდერებს პოლიტიკურ ლიდერებს ესაუბრებოდით იყო ასეთი მცდელობები ლელოსთან კოალიციის შექმნის არანაირი მცდელობა არ ყოფილა პირველ რიგში ეს იყო ძლიერი კოორდინაცია რომელიც შეიქმნა ამ არჩევნებისთვის რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მცდელობას როდესაც ჩაიშალა სალომე ზურაბიშვილის მცდელობა საპარლამენტო არჩევნების წინ რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ეს იყო მოუმზადებელი ეს იყო სწორედ ისეთი მოუმზადებელი ნაბიჯი მისი მხრიდან როგორც ეს შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა საკითხებში იმიტომ რომ მან ფაქტიურად ის ასევე 4 ოქტომბერზე პასუხისმგებელი პირიც არის, იმიტომ რომ მან შექმნა მოქალაქეებში ის მოლოდინი, რომ ეს იქნებოდა მშვიდობიანი შეკრება თავისი მისვლით, იმიტომ რომ ის თვითონ საუბრობდა იმაზე, რომ მას ჰქონდა ეს სტატუსი. შესაბამისად, ეს იყო მისგან წამოსული წინადადება, თუმცა მაშინ ადანაშაულებთ იმაში, რომ მაშინ ნაჩქარევად გამოვიდა და განაცხადა გახარია საქართველოსთვის და ლელოს შესაძლო კოალიციური თანამშრომლობის შესახებ. ნახეთ როგორ არის აქ ჩვენ არ იყო შეჯერებული მთელი რიგი საკითხები, ანუ სალომე ზურაბიშვილი რა შუაშია ამ შემთხვევაში, როდესაც არსებობდა ორი ოპოზიციონერი ლიდერი, რომლებსაც ერთმანეთთან დალაპარაკების შესაძლებლობა ჰქონდა, შემდეგ ერთმანეთს აბრალებდნენ, მაშინ არავის არ უთქვამს, სალომე ზურაბიშვილი იყო ამ ყველაფერში დამნაშავე, იმიტომ რომ ძალიან იჩქარა და დროზე ადრე მოინდომა რაღაცა ოპოზიციური კოალიციის ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ლელოსთან ჩვენ შეგვიძლია ძლიერი კოორდინაციის შექმნა და ეს არ არის ის ტყუილი ერთობა, როგორც სხვა პარტიებს ჩვევიათ, შესაბამისად ჩვენ 2025 წლის არჩევნებზე ვაჩვენეთ პრეცედენტი, როგორი თანამშრომლობა შეგვიძლია და ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში არ შევსულვართ და კანდიდატების თვალსაზრისით ძალიან ეფექტიანად ვიმუშავებთ. თუმცა 2024 წლის არჩევნები და ეს წარსულს ჩაბარდა, თუმცა აქ იყო რა თქმა უნდა მოუმზადებელი. იყო ლელოის პარტია, ჩვენ არასოდეს არ ვითქვამს და არც ლელოს არ უთქვამს, რომ განსხვავებები ჩვენ შორის არ არსებობდა. ჩვენ შორის განსხვავებები არსებობს ფასეულობებში, ღირებულებებში, მაგრამ დღეს თქვენ თქვით განცხადებაში, რომ სამწუხაროდ ვერ დაარწმუნეთ საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები, რომ ბოიკოტი იყო მცდარი ნაბიჯი. ანუ ვის დარწმუნებას იქნებ ნაციონალური მოძრაობის დარწმუნებას ცდილობდით? იქნება, არ ვიცი, კოალიცია ცვლილებების დარწმუნებას ცდილობდით? ნაციონალური მოძრაობის დარწმუნებას ჩვენ არასოდეს არ ვცდილობდით და არც შევეცდებით, იმიტომ რომ ეს არის უპასუხისმგებლო ძალა, რომელიც 13 წელია ამარცხებს ოცნების რეჟიმს და ატყუებს მოქალაქეებს და პირველ რიგში უდიერად ეტყრობა საკუთარ ამომრჩეველს, უდიერად ეტყრობა თუნდაც იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ანიჭებს მისი ამომრჩეველი და ეს ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის დარწმუნებაზე და მისი განაყოფების დარწმუნებაზე აქ არც არის საუბარი. დიახ, იყო რა თქმა უნდა შეხვედრები, განხილვები, იმიტომ რომ ძალიან დინამიური პროცესი იყო ეს. ჩვენ შევეჯახეთ ძალიან დიდ სისტემურ მანქანას, რომლის დამარცხებაც გვსურდა და ჩვენ პირველ რიგში დავინახეთ, რომ 1 წლის შემდეგ ჩვენ ვერ დავამარცხეთ ეს. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბერკეტები აქვს ოცნებას მის მხარეს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანმიმდევრულად, გონიერად და ზომიერად ვებრძოლოთ ოცნების რეჟიმს და რა თქმა უნდა, ყველა
ტრიბუნა ყველა სივრცე გამოვიყენოთ იმისთვის რომ წავართვათ მას ამორჩეველი. ჩვენ არ შეგვიცვლია გეგმა. თავარი ჩვენი ამოსავალი წერტილი არის შევამციროთ ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა. შესაბამისად, გეგმა არ ვიცი შეგეცვლიათ თუ არა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა უკვე დაიწყეთ საუბარი მანდატების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. დღევანდელი თქვენი განცხადება ახლა დიდი მოულოდნელობა ალბათ არავისთვის არ ყოფილა. აქ სხვა საკითხი მოდის წინა პლანზე კიდევ ერთი უბრალოდ რაც გარკვეული არ ვიცი ეჭვების თუ ვერსიების საფუძველს იძლევა. დროში თქვენი გადაწყვეტილება ემთხვევა ცვლილებებს კანონში, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ქართულ ოცნებას, რომ მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს მათი გაუქმების მოთხოვნით. მათ შორის გახარიას პარტიაც იყო დასახელებული, ანუ შესაძლებელი უცნაური დამთხოვა ამ შემთხვევაში დროში. არის თუ არა ეს ერთმანეთთან კავშირში და შესაძლებელია თუ არა, მაგრამ პირდაპირ კითხავთ ამ ვერსიის შესახებ, რომელიც მუსირებს, რომ შესაძლებელია თუ არა პარლამენტში შესვლამ თქვენი პარტია გაუქმებისგან გადაარჩინოს. მე ცოტა ვიტყოდი იმას, რომ ამ შეკითხვას არ ვეთანხმები იქიდან გამომდინარე, რომ გემილის მომგვრელია ჩვენ, როდესაც საუბრობთ იმას, რომ ჩვენ ოცნების რეჟიმს ვებრძვით და ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც უკვე დაგვანახა ყველა მიმართულებით, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წავლენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება, შეინარჩუნონ ხალხისგან მოპარული ფული, რომელთა გადანაწილების თვის განკუთვნილ გარჩევებს გვაყურებინებენ ყოველდღიურად და ჩვენ ვხედავთ როგორ ექცევიან ისინი საკუთარ თანაგუნდელებს, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები ოცნებისთვის. შესაბამისად, აქ უნდა ითქვას, რომ ნამდვილად არაპროგნოზირებადი რეჟიმისგან ჩვენ მოსალოდნელი ყველაფერია. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით რას არჩელი შევა, რა ეწერება იქ, ვეწერებით თუ არა. ხო, გასაგებია, მაგრამ ერთია შენ გააუქმო არასაპარლამენტო ოპოზიცია, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, გაუქმებულია კონსტიტუცია, ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, გაუქმებულია მუშაობას თუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხარ თუ არა საპარლამენტო, ან არასაპარლამენტო ოპოზიცია გაქვს თუ არა, საპარლამენტო ბერკეტები თუ არ გაქვს საპარლამენტო ბერკეტები, ანუ მაშინ რით განსხვავდება ეს დაზღვეულები არაფერში არ ვართ საპარლამენტო ოპოზიციისგან, ანუ ჩვენ დაზღვეულები არაფერში არ ვართ, ქუჩის ოპოზიცია ფაქტიურად არ არსებობს. ქუჩის ოპოზიცია სად არის მიპასუხეთ? აი, სად არის? ან რა გეგმით არიან? რუსთაველის გამზირზე, მაგალითად, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იკრიბება. ადამიანი და არა პოლიტიკოსი. და ხედავთ, რომ ათობით ადამიანს აკავებენ სწორედ ამ აქციებში მონაწილეობის. უღონდ ეს არ არის ქუჩის ოპოზიცია. ესენი არიან აქტივისტები, ეს არიან მოქალაქეები, რომ და ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნათქვა მის, რომ ამ ადამიანების წრფელი ემოციის გამოყენება პოლიტიკური ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ეს არის დამღუპველი და აი ამან მიგვიყვანა იმ ნიჰილიზმამდე, რომელიც დღესდღეობით გამეფებულია ჩვენს ქვეყანაში. ბოლოს ძალიან მოკლედ, რადგან აი ამ არ ვიცი ვერსიებს მივყვებით შესაძლო გარიგების შესახებ, ისიც ითქვა, რომ არ არის გამორიცხული მზადდებოდეს გარკვეული საფუძველი თქვენი პარლამენტში შესვლით გიორგი გახარიას საქართველოში ჩამოსასვლელად. აპირებს თუ არა ის დაბრუნებას და შესაძლებელია თუ არა მის დაბრუნების საკითხი სწორედ მას შემდეგ დადგეს, რა თქვენ საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებით. არავითარი კავშირი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პერსონალური ვენდეტა გიორგი გახარიას წინააღმდეგ. 2024 წლის არჩევნებამდე დაანონსდა ეს ყველაფერი. იმედის ტელეკომპანია იმედის ეთერში ამას მოსდევდა შემდეგ უკვე ფიზიკური ანგარიშწორება რამოდენიმეჯერ და შემდეგ უკვე ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი გამოძიების წარმოება, რომელსაც დადო რაღაც დასკვნები და შეთითხნილი და შეკერილი საქმე, რომელიც ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე პატიმრობას გიორგი გახარიასათვის. ამის გარდა 20 ივნისზე აქვთ დაწყებული გამოძიება და კიდევ ძალიან ბევრი გამოძიებაზე, მოკლედ სიახლე ამაში არაფერი არ არის. სანამ გამოძიება არ შეწყდება, მასთან დაკავშირებით ის საქართველოს დაბრუნებას არ განიხილავს. ის დაბრუნდება მაშინ, როდესაც თვითონ ჩაწვის საჭიროდ, ის ამას აკეთებს იქიდან გამომდინარე, რომ ოცნების მთავარი ოცნება
ოცნების და ნაცების სხვათა შორის თანხვედრაშია ერთი ოცნება აქვთ, რომ გიორგი გახარია იყოს ჩამოშორებული ქართულ პოლიტიკას და იმ რეალობას, თუმცა ეს მათ ოცნებად დარჩება, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში არის იმაზე მეტადაც კი ვიდრე ოდესმე და ის ძალიან აქტიურია შესაბამისად ეს ოცნება, რა თქმა უნდა, ოცნებად დარჩება. მადლობა.